ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 280 გრძივ მეტრზე ადგილობრივი ბაზალტით ეწყობა გრიგოლ რობაქიძის ქუჩა, სადაც ქვაფენილთან ერთად განხორციელდა ფასადებისა და ჭიშკრების რეაბილიტაცია. თითოეული სახლის ფასადი შეკეთებასთან ერთად რამდენიმე ფერში შეიღება, რაც ქუჩას განსაკუთრებული ერს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 555,000 ლარამდეა. სამუშაოების მიმდინარეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. ქალაქ ბოლნისში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები კვლავ გრძელდება. დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 280 გრძივ მეტრზე ადგილობრივი ბაზალტი მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ფასადების მოპირკეთებას, ასევე ძველი ჭიშკრები ახლით ჩანაცვლდება. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონში განსახორციელებული პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომელიც ჯამში 555,000 ლარს შეადგენს. ჩვენ ბაზართან ავარ და სულ მანქანები იდგა და სულ მანქანები დადიოდა, სულ მტვერი იყო და ჭიშკრი იყო რა. ეხლა ძალიან გავიხარეთ. გალამაზდება ჩვენი ქუჩა, მე მგონი ყველაზე ლამაზი იქნება ბოლნისში. ძალიან გვიხარია და ძალიან დიდი მადლობა მთავრობას.